თითქმის დილა მშვიდობისა ყველას. ზამთარია და ეხლა მაინც და მაინც დილა უთენია მოსვლა. შეიძლება არ იყოს ხოლმე აუცილებელი. თევზი გაპასიურებულია ასე თუ ისე და მაგრამ მაინც მოვსინჯოთ ქარიყლაპიები დღეს თუ არიან მადაზე. ამინდის ქარიყლაპიეა. ფეივორიტი სკაილაინი და ზედაპირული სატყუარა დავაყენე ჯერ მაინც. თუმცა ზამთრის პერიოდში დაბალი შანსია ხოლმე რომ ზედაპირული სატყუარა აიღოს. რადგან თხელია წყალი ზედაპირული მოვსინჯოთ. დასაწყისისთვის და მერე სილიკონს და ყანყალასაც მოვსინჯოთ. რატო გადავაგდე ლელიანში პირველი ჩაგდება ინაღა ჩაწყვეტის კანდიდატი გავხდი. ნახოთ აბა გაციებული ქარიყლაპიები დღეს რა სიზავენ. რა მაგარი რამე ქენი კამერა პირველი იმის მერე გავთიშა და ჩართვა დამავიწყდა. მშვენიერი კადრია. როგორი ქარიყლაპია. დავიჭირე, მაგრამ არ გადამიხია. დაჟე ვერც გამოვაჩინე, ისე გადამივარდა ხელიდან. ესეც ხდება ხოლმე ხანდახან. გასიზავთ. მეგონა რომ კამერა ჩართული მქონდა. ვილაპარაკე იქით აქეთ. და თურმე არაფერიც არ მქონია ჩართული. გოპერზე დავიჯერე. თელი ისინი ჩავუტარე. ქირურგიული ჩარევები. პირს არ ხსნიდანებითა, მისითა და ძალითა ჩვენითა ავახსნევინე. მაგრამ რა გინდა? გადავიღე ხელიდან გადავარდნის კადრი მასტა. მაგრამ ხო მაინც დავიჭირე. ფაქტი სახეზეა. გავაგრძელო აბა ჩართული კამერით. ამჯერად უკვე ჩართული კამერით. ერთი ყანყალაც მოვატყუა მიწაში. კუსამოს ყანყალა. ბიჭო დამატებაზე აიყო. დამატებაზე აიყო. რა ხელაზე დაარტყარა, მის ხელიდან გამაგდებინა ჯოხი. ალბათ კადრშიც გამოჩნდება. მოდი. ისევ ისეთი ზომაა ზუსტად. წეღარო მაგარი კადრით გადავიღე. დავიჯერო ამან დაარტყა რამდენიმე წამსი. რა ამის ხელიდან გამაგდებინა ჯოხი. ზამთრის ქარიყლაპია. მე ზამთარში ქარიყლაპია
ზამთარში არ თევზაობდი ხოლმე. ეხლა წელს რახან YouTube არხი გავაკეთე და რაღაცა ჩავთვალოთ რომ ზამთარში ახლა კალმახზე კი მითევზავია და დაჟე რამოდენიმეჯერ ქაშაპებიც ამყავს და ჯერ მაგრამ ქარიკლაპიები პირველად ახლა პირველად მოვსინჯე ზამთრის ქარიკლაპია ესეც ისეთივე ზომაა რა ზუსტად რა ისე სხვა დავიჭირე ესეთი მუქ ფერში ქარიკლაპია გაუშვათ ამა მარა დავიჯერო მართლა ეს იყო რამხელა დარტყმა ქონა ის 10 ბალიანი სისტემით რო შევაფასოთ ეს 10-იანზე იყო ეს ნახტომი სულ 2 წუთი ამოვარდა წყლიდან ისე სუფთად ჩაეშვა მაგრამ მალადეც ამ ქარიკლაპიას თუ ის დარტყმა ამან გააკეთა და მე გამოყვა შეიძლება და მე უფრო დიდი მეგონა თუ იქნებოდა ისეთი დარტყმა ჰქონდა კუცამოს ყანყალა ბალახებში კარგად დაძვრება და გამოდება ნაკლები აქვს ბალახზე მართალია რახან ბალახს აწინააღმდეგო მავთულები უყენია ხანდახან თევზზეც გამოდება ნაკლები აქვს ხოლმე მაგრამ ბალახებში სათევზაოდ უფრო ეფექტურია მე ეს ესეთი 9 გრამიანი წვრილი ყანყალა გამოვატაროთ რომელიც არის სალკავზე წესით ბალახებს არ უნდა გამოვატაროთ Okay. ეს ყანყალაზე. სალკავზეა და ბალახში კარგად დაძვრება. მოგზანდია. მე მგონი დღეს ერთი და იგივე ქარიკლაპიას ვიჭერ მესამედ. თუ რა არიან ყველა ერთი ზომა ვერ ვარქავ. მოგზანდია იქ. ლამაზად გამოდებული აქვს ტუჩზე ერთი კავი აქვს გამოცლა ასტივად ასეთი ფერი შეიძლება მწვანე ფერმა კიდევ უფრო აჯობოს ამ ფერს ესეც ქარიკლაპია ბე Здорово, ძმა ეს იყო მესამე. არა ის სილიკონზე იყო საინტერესო. სილიკონზე იმის გარდაც მქონდა კიდევ ერთი-ორი შეტევა, ოღონდ ვერ გამოვდე ვერაფრით, მოკლედ offset ტურნემს გავით რაღაცა. კარგათაც გამოუვტყი, მაგრამ არ იყო ეტყობა ჩვენი საბედო.
რანაირად აიღო. მეთქი პროსტა კუდი დაიქნია თქო. აუ ხეებში შევიდა. კაი რა ეს ხეები ხო არ მეშვებიან. ჩემი რა. რანაირად მოუსვა პირი და ისე აიღო თუ ვერ დავამუყამი ესეთი აღება ზედაპირულზე პირველად ვნახე. აი ახლა რა გავაკეთო თორე ჰა. შევიდა იქ შემოეხვა ხის ტოტია იქ ჩაძირული და იმას შემოეხვია. რაღაცა უნდა მოვიფიქრო ახლა მაშინ დელივით. მოვთიშავ იქამდე კამერას. გამოვხსენი როგორც იქნა. უბრალოდ სანამ გამოვხსნიდი თევზი გაიქცა. თევზზე საერთოდ არ ამწყდება გული. თავარია რომ ეს სატყუარა არ ჩავწვიდე. ეს სატყუარა მიყვარს იღბლიანი სატყუარაა ჩემთვის. ბევრი ქარიყლაპი აღავს და ჯერილი და ნამდვილად არ მინდოდა ჩაწყვეტა. უბრალოდ ერთი ფეხი დამისველდა ამ ზამთარში და ცოტა ხასიათი წამიხდინა მაგან. თორე სატყუარა გადავარჩინე. რა იყო ეს? სხვა რაღაცას გამბოეკიდა თუ ჩემს სატყუარას? ჩემს სატყუარამდე არ მოსულა. მაგარით ვაიმე რა იყო ეს? ჩემი კაი რა გაჭივით მიახტა. აუ დავინახე. აუ რა გიჟივით არის აქამდე მოყვება. ჩემი კაი. ვერ დაიჭირა კიდე. ნახე. აი რა გიჟივით იყო ჩემი საიდან დასწევდა. ეს ნორმალური რა ახლა. ჩემი რა პარდები აკეთა. გასულელებულია. ბიჭო. უსამოს ყანყალა. ეს ერთი ყველაზე მუშა. მაგრამ ესე ნახეთ, რამდენი შეტევა გაუკეთა და ორ კავი უკეთია. სამ კავი არა, ორ კავით არის და ჰოპ, დამშვიდი. კაი. ზამთარში ესეთი აქტიური ქარიყლაპია არ ვიცი მე რა. ცოტა პილი გამკრა შეთულა. ზამთრის ქარიყლაპია ეძახე და რა სიგრძე არის ჩემი კაი.
ზადი გადარეული ხარ, შენ შეიძლება ახლა რო გაგიშვა მეორეთაც გამოვარდე საიდანღაც. ვახჩი. კაი ქარიყლაპია ეს უკვე კაი ქარიყლაპია არის ეს უკვე კაი ქარიყლაპია არის ამასთან თამაში არ ღირს სამკავიანი დავაყენე აღალა და ამოხტომასაც აპირებ ბიჭო ამ სიცივეში არა ვერა ერა გაურისკა გამოდი მეკედა გამოდი მეკედა დიაკ მოდი მოხდი მოლოდის ნაპირზე შენით ამოხდი აბა ეს კაი უცბად არ გამწუწა ბიჭო არ გამწუწა აიცა დიაკ ეს უკვე ბომბა ეს უკვე 2 კილოზე მეტი არის ეს უკვე კაი ქარიყლაპია ეს უკვე სერიოზული ქარიყლაპია ელა ხედი მომიხვდა იმაში აი ბომბა მაგარი ქარიყლაპია არის გაუშვათ არ ვაწვალო ეხლა ერთი წამი ოპა აიქცა კარგია აი ქარიყლაპია განირტყა თუ რა იყო და მეორე გამოეკიდა ზედ და მეორე 2 ქარიყლაპია დავიჭირე მე მგონი ერთად ჩემი ეს რა არის თუ რა ხდება ვაიმე ეს 3 ქარიყლაპია ერთად არის 3 ერთ დიდ ქარიყლაპიას ყავს მეორე დაჭერილი და მეორე ქარიყლაპია წართი აუ ეს კადრები პროსტა ნახე ოპ ერთი გაიქცა ეხლა სასწა ესეთი რამე არ ვიცი აი რაღაცა რუსულ ვიდეო კადრებში თუ რაღაცა ეგეთებში მაქვს ნახე პროსტა ეს ნახე ეს რა ვაიმე ახლებილები მოდი ჩემი კაი ოხჩი ეს რა არის ნახეთ რა ხელა ქარიყლაპია ყავს დაჭერილი ამას და კიდევ ერთი ამ ხელა ან ცოტა უფრო დიდი იყო და რანაირად ან ჩემი ყანყალა სად არის ჩემი ყანყალა იმას ქონდა და ამან თუ რა ჯანდაბა არის აი ჩემი ყანყალა რა იყო ეს 3 ქარიყლაპია ეს რა გადაყლაპავს ახლა ეს ამ ხელა იმას ჩემი რა ვიცი ალბათ გადაყლაპავს აბა ამას ამოცლით მე ვერ ამოვაცლია არ დაიხჭოს პროსტა ხო არ გავანთავისუფლო მეთქი შანა ამ ხელა ქარიყლაპია როგორ უნდა ჩაყლაპოს ბიჭო ლამის თავის ტოლაა და ხო რა ამოვაცალო
თუ ჩაყლაპავს. ხარ გავი. Okay. ჩუპია რა. ის ცოცხალია კიდე. ახე, სასწაული რა. ეს ამას ვერ ჩაყლაპავს, არ ამგონია. აბა იქნება მოვაცალო. აი, მოვაცალე. ცოცხალია. თუ წავა. ესეთი რამე თუ გინახავთ, არ ვიცი. ორიდან ის მესამე რო იყო კიდე. აბა ეს თუ წავა. რა ვიცი, კი წავიდა, მაგრამ რაღაცა წარეტიანებული და არ ამგონია გადაგეყლაპა ძმობილო. ეგ და რა ვიცი, წადი. ეხლა უეჭველად გადარჩები, მაგრამ ეს რა იყო? ესე იგი ამან დაიჭირა ის პატარა შედარებით და მესამემ კიდე ამათთან ერთად წაავლო პირი თუ რა ვიცი. ხარ გავიგე. ჩემი ყანყალისგან რა უნდათ პროსტა თორე კი. ჩემი ეს რა იყო? გავ მეთქი რანაირად იმას ვქენი რა მძიმედ მოდის და თან წინააღმდეგობასაც რო არ მიწევდა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი რომ რა ხდებოდა. მოკლედ ესეთი საოცარი კადრი გამოვიდა. და ამ კადრით დაგემშვიდობებით. მოკლედ სასწაული ჭერა იყო დღეს ქარიყლაპიები ყველაფერს ჭამდნენ, როგორც ყანყალას, ზედაპირულ, სილიკონს და ერთმანეთსაც ჭამდნენ. მე ეს რა იყო ესეთი თევზაობა ქარიყლაპიაზე, მე არ მქონია არასოდეს ეს რა ფაქტი ვნახე. ანუ რაღაც კადრები მინახავს ხოლმე რომ ერთი ქარიყლაპია რო დაუჯდებათ და მე მეორე რო გამოეკიდება და იმას რომ მიახტება და სამი ერთად კაცო რა ვიცი ეს პირიდან გამოვაცალე და მე მგონი სწორი ვქენი რომ გამოვაცალე რავი გადაყლაპავ და დავიჯერო მაგ ხელა ქარიყლაპიას თუ არა და მშიერი არ მოკვდება და ის იქნება ის მეორეც გადარჩეს გვერდი კი ქონდა კაი გახეული ეს რა იყო კარგით კარგად ძანდებოდეთ ახლა ეს ვიდეო ალბათ რაღაცა ის იქნება რო ნახავთ რა ვიცი აბა თქვენი აზრი დააფიქსირეთ ესეთი რამე თუ გინახავთ საერთოდ სამი ქარიყლაპია ერთად ერთ გამოყვანას პროსტა იმ ერთმა პირი გაუშვა იმას ქონდა ამათზე მოკიდებული პირი თუ რავი რა იყო იმედია ჩანს კადრში ის მაინც ჩანს რომ ესე ტალღით გავარდება ემოციებში გავიჭირე უცბად ეს რანაირი ის იყო ფაქტი კარგად იყავით აბა